ღვთისმიერი ქალი ჩხუბში დაპირისპირებულთა გაშვერებას ცდილობდა, რა დროსაც მას თავში ქვა ჩაარტყეს და ზიანება საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა. ცეცხლაძეების ოჯახს 2 თვის წინ ის პატარა ანგელოზი მოევლინა. სამწუხაროდ ბავშვს გულის ორივე სარქველი ღია აქვს. 3 წლის სანი და 4 წლის ესირი ნახევრად ანგრეული ქოხის აივნიდან უიმედოდ გაყურებენ გზას. ამ ოჯახში ავადმყოფობა და სიღარიბე თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებიან, რომელი უფრო მძიმედ ახსდა ასვამს ბავშვებს. თავადაც მშიელმა ბიჭუნამ პური გამომიწოდა მე, ჩერნოვეცკის ფონდის ჟურნალისტს. ღმერთო, როგორი პატარაა და უკვე რამხელა გუგლი აქვს. ეს ქოხი შესაძლოა ნებისმიერ დროს ჩამოინგრეს. ქოხი, სადაც 2 თვის სანდროს გული ფეთქავს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ცეცხლაძეების მრავალშვილიან ოჯახს 27,000 ლარი გადასცა. ამ ფულით ოჯახმა 2 პატარა ოთახის მშენებლობა წამოიწყო ეზოში. ეს თანხა ფუნდამენტის გაკეთებასა და კედლების ამოშენებაზე დაიხარჯა. აქ არც სახურავია, არც იატაკი და არც კარფანჯრები. პატარა ანგელოზები ცარიერ კედლებში დააბიჯებენ და ვერ ხვდებიან მათ სახლში რატომ წვიმს ზუსტად ისე, როგორც გარეთ. იმიტომ მიდივარ საბავშვო piores. ვერ გავიგერეს ჭამ? Piores და კატლეტს. სახლში არ გაქვს ხოლმე კატლეტი? არა. რა სჭამ ხოლმე სახლში? სამით ვილავ და იმით ვაკეთებ. შენ, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებ, გახსოვდეს, რომ თუნდაც მცირედი შემოწირულობით ამ საოცარ ბავშვებს ააცილებ მოსალოდნელ დიდ უბედურებას. ამ ღვთისმიერი ქალისთვის კი ჟანგბადის აპარატის ყიდვა უნდა შევძლოთ, რათა დროებით ნათხოვარი ამ ბალონის დაბრუნება რამდენიმე დღეში უწევს ხატაკ ოჯახს. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.